ახლა ლიკა გუნცაძე ყავს ჩვენ ხაზი რეჟიმის პატიმრის ანდრო ჭეჭინაძის დედა. ქაბატონ ლიკა, მადლობა ჩართვისთვის. თქვენ ადევნებთ თვალს ამ პროცესს, თქვენი შვილის ციტირება დღეს გამოტანილი იყო ფაქტობრივად ყველა მედიის სათაურად. უშიშრად ჩანს ანდრო, მხნედ ჩანს ანდრო, თუმცა მშობლისთვის თქვენ არაერთხელ გითხოვთ რა რთულია ამ პროცესის თვალყურის დევნება, რომელიც რაღაცნაირად ორ ემოციას მოიცავს, სიამაყესაც და ძალიან გაბრაზებასაც შესაძლოა და პლუს ამას რა თქმა უნდა მონატრებას, რომელსაც შვილის ასე შორს ყოფნა იწვევს. მითხარით დღევანდელმა პროცესმა რა შთაბეჭდილება დაგიტოვა თუნდაც იმან, რომ გამოიცვალა მოსამართლე, ამის შესახებ ადვოკატებმა გაიგეს წუხელ, თქვენს გაიგეთ სავარაუდოდ წუხელ, დღეს მნიშვნელოვანი სხდომა იყო და უკავშირებთ თუ არა ეს რაიმეს. თქვენ ამას რაიმეს. იცით რა, მეც გავიგე დღეს, რომ გამოიცვალა მოსამართლე. მე მაინტერესებს 7000 გვერდი მე მგონი ხო ესე ითქვა როგორ შეისწავლა კი ვერც წაიკითხავდა და წაკითხოს კიდე შესწავლა უნდა და დაფიქრება უნდა ხო სრული აბსურდია უკვე აბსურდიდან დაიწყო სრული აბსურდია სასამართლო სრული აბსურდია მე მაინტერესებს კიდე ერთი შეკითხვა მაქვს დილის 12 საათიდან აი აქამდე რომ იდის სასამართლო პროცესი ყველა რატომ აწვალებენ ამ ხალხს პრინციპში 99% ვიცით როგორ დამთავრდება დღევანდელი პროცესი ну 1% ყოც ვიტოვებ ხოლმე რომ რა ვიცი რისთვის აწამებენ რისთვის აწვალებენ რისთვის ასეთი სტრესის ქვეშ თვითონ პატიმრებს, მშობლებს, მეგობრებს, ყველას გარშემო, რა ვიცი. ეს არის ჩვეულებრივი რაღაცა ფაშისტური წამება. მეტი რა დავარქვა ამას. ეს არ არის არც პროცესი, ეს არ არის არც სასამართლო, ეს არ არის არც ცხოვრება, ეს არ არის ქვეყანა გაჩერებულია და საუკეთესო ბიჭები, აი ხავთ უყურებს, საუკეთესო ბიჭები გაყავთ გამომწვეული. რისი გულისთვის? ანდრომ აღნიშნა კიდე შემოხედეთ და მითხარითო. თვალებშიც ვერ უყურებენ ამ ბიჭებს. იციან რა დანაშაულსაც ჩადიან და იმიტომ. იციან, მაგრამ რას იზამს? ვერაფერს ვერ იზამს, თვითონ ეშინია. ქაბატონ ლიკა, მესმის რომ 1%-იც მოლოდინია რა თქმა უნდა თქვენგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს თეორიულად, თუმცა რა თქმა უნდა ეს მოსამართლის ცვლილება ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ რომ წინა მოსამართლე რაიმეს არ გვაქვს ამის საფუძველი ვთქვათ იმიტომ გამოიცვალა მოსამართლე რომ ის არ აპირებდა რეჟიმის გადაწყვეტილების მიღებას და ის შეცვალეს არა. ჩვენ ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია რომ მოსამართლე ჩანაცვლა. 1% ხო? აი რა მინდა დავიჯერო აი მთელი დღე მაგაზე ვფიქრობ მინდა დავიჯერო რომ იმიტომ გამოცვალეს რომ იქნებდა ამ ქალმა უბრალოდ ნერვებმა უტყუნა და უარი თქვა აი ამ მოსამართლობაზე არ ვიცი ეს არის ჩემი სურვილი ხო ეს ძალიან ესეთი კეთილშობილური სურვილია პრინციპში ჩვენ ვეძებთ კეთილსინდისიერ პროფესიონალებს ყველგან და თუ კი ასეთ სადმე აღმოჩნდა რა თქმა უნდა ჩვენ ეს გავგეხარდება თუმცა ამას სჭირდება განმარტება მისი მხრიდან თუ ეს ასე იყო და ამას ის არ იტყვის მაშინ ჩვენ ვერ გავიგებთ და პროცესს ეს არ მიეხმარება ამიტომ თუ კი რაიმე მსგავსი შეიძლება და მომხდარიყო სასურველია მან ეს საჯაროდ რა თქმა უნდა თქვას ბიჭები გამოიყურებიან მართლაც მხნედ კამერებთან მით უმეტეს კამერას არ ეშლება ეს არ არის ყალბი მხნეობა რომ შეხედავ ჩანს მოდის ემოცია რომ მათიციან რისთვის ხედან მათიციან რომ არიან რჩეულები მათიციან რომ ევალებათ აქვთ კონკრეტული მისია ამ კონკრეტულ მომენტში თქვენთვის ეს რთულია მაინც სავარაუდოდ ხო აი რაღაცნაირად რომ ფიქრობთ ხოლმე რაღა ანდრო ამას გაიფიქრებთ ხოლმე კი გავიფიქრებ ხოლმე რაღა ანდრო არა უბრალოდ გავიფიქრებ ხოლმე რომ რატო აი მე მსგავსი უსამართლობა აი 60 წლის ვარ უკვე და მსგავს უსამართლობას არასდროს არ შევხედებულ ვარ თქვენ რა თქმა უნდა ასევე იცნობთ საქმეს ორგანიზებული დანაშაული ძალადობა ის უკვე ჩვენ აუდიტორიამ იცის რომ ეს ბიჭები ერთმანეთს არც იცნობდნენ მანამდე ხო ახლა უკვე კარგად იცნობენ არა მხოლოდ ისინი ერთმანეთს არამედ
მათი მშობლებიც ერთი დიდი კომუნა და ერთი დიდი ოჯახი გახდით მთელი საქართველოს კრიტიკულ საზოგადოებასთან ერთად. თქვენ ყველა გცნობთ ალბათ ის ვინც დაინტერესებულია ამ საკითხებით, ყველა მშობელს. მაინტერესებს რა არის თქვენი აზრით ყველაზე სუსტი მხარე ბრალდების არგუმენტებში? აი, სად იკვეთება თქვენი შვილის სიმართლე? უკვე თვითონ აი ამ საქმეში, რაც 13 ტომით არის წარმოდგენილი ახლა სასამართლოზე და რომელზეც მოსამართლემ თქვა, რომ ერთ ღამეში მოასწრო და წაიკითხა. აი ვერ გეტყვით, იცით, იმდენად აბსურდულია ყველაფერი, რომ მე არ ვიცი, სიტყვები აღამყოფნის. არაფერი არ დაუშავებიათ ამ ბიჭებს. არაფერი არ დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ ესე იგი, არა ადამიანურად ექცეოდნენ ადამიანებს პროტესტზე. ეს ბიჭები და მთელი საქართველო, მთელი საზოგადოება ნორმალური, ვინც არის დიდექით ევროპული მომავლის დასაცავად და აი ამისთვის ზოგი აწამეს, ზოგს თავი გაუხეთქეს და ზოგს ნარკოტიკი ჩაუდეს და ზოგი ასე გამოკეტეს სრულიად უმიზესოდ. არ ვიცი, მე არ ვიცი, უბრალოდ აი დღეს ანდრომას თქვა, მითხარით რა დავაშავეო. არ ვიცი, არაფერი არ დაუშავებია, არაფერი არ აქვთ. გარდა იმისა, რომ ისინი აპროტესტებდნენ არალეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ქმედებებს და ზოგადად ამ ხელისუფლების არალეგიტიმურობას. მოდით მითხარით, თუ კი გასაგებია სასამართლოს იმედი, ნაკლებად შეიძლება ამ ეტაპზე ვინმეს ჰქონდეს, მაგრამ მაინც სათხედავთ ჰორიზონტს, სათხედავთ ამ ამბის დასასრულს. თქვენ ისედაც იყავით აქტიური მოქალაქე, თქვენი შვილის დაკავებამდეც და განაგრძობთ მით უმეტეს გაორმაგებული და გაათმაგებული ძალებით რეჟიმთან ბრძოლას. თითქოს და ენერგია ისეთი ერთი შეხედვით ქუჩებში არ არის როგორიც იყო. აი ხედავთ ჰორიზონტს, ხომ არ კარგავთ ხანდახან იმედს? არა, არ კარგავ იმედს, იმიტომ რომ ეხა ეს 300,000 კაცი ყოველდღე ვერ იქნება, ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებ. პროტესტი გრძელდება, ხან ცოტა, ხან ბევრია, ხან დაიღლება ადამიანები ვართ, ხო? ხან ისევ ენერგია მოგვეცემა, ძალიან ცივა გარეთ ეხა დაწვება და ისევ პროტესტი არ შეჩერდება. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ პროტესტი არ შეჩერდება. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ქვეყანა აღარ აქვს. და თუ გამოდის რომ თუ კი რეჟიმს ხავს პატიმრები, ამ პატიმრების მიმართ სამართლის აღსრულებისთვის და მათი გარეთ ყოფნისთვის და ბევრი რამის სრულებისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რასაც ახლა ჩვენ ვადევნებთ, საჭიროა ამ რეჟიმის ცვლილება, ხომ? ესე იგი, მანამდე შეიძლება თუ რაიმე მოხდეს ისეთი, როგორ ფიქრობთ თქვენ, რაც აიძულებს რეჟიმს, რომ ეს ხალხი გამოუშვას? იცით, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი ხალხის, ჩვენი პატრიოტი ხალხის და ძალიან დიდი იმედი მაქვს დასავლელი პარტნიორების. ძალიან დიდი იმედი მაქვს. ეხლა ცოტა არეულობაა მთელ მსოფლიოში, რაღაცა ცვლილებები მიდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას ამერიკაც და ევროპაც შეაფასებს სათანადოდ. არ შეიძლება ესეთი უსამართლობა, არ შეიძლება ესე დარჩეს აი რეაგირების გარეშე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ოღონდ პირველ რიგში ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ საქმეს. ჩვენ მივხედოთ ჩვენ ქვეყანას. მადლობა ლიკა გუნცაძე, სანდრო ჭიჭინაძის დედა,